გამარჯობა ხალხო, თქვენთან ისევ ალექსია და მოგესალმებით ახალ ვიდეოში. Როგორც ყოველთვის ჯერ ლაიქი მერეყურება, აუცილებლად გამოიწერე არხი თუ ჯერ არ გაქვს გამოწერილი. დღევანდელ ვიდეოში ბევრის მოთხოვნით იქნება ბანის და მოსკას ბეთლის რეაქცია. საკმაოდ საინტერესო იყო და იმედია მოგეწონებათ. და სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი Instagram-ის გამოწერა, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში და შემოდით ჩემ Discord სერვერზე. მაგის ლინკიც იქნება პირველ ხაზად აღწერაში. Discord-ი არის საუკეთესო ადგილი ნოტიფიკაციებისთვის, თუ YouTube გიმაზავს ნოტიფიკაციებს და გინდა რომ არაფერი არ გამოგრჩეს ხოლმე, შემოდი Discord-ში. ბოტი თუ მაზავს ხოლმე ნოტიფიკაციას ჩემი ხელით ვაგდებ, ასე რომ შანსი არ არის რომ რამე გამოგჩეს. იგივე არის ვიდეოებზეც, სტრიმებზე და ასე შემდეგ. და თუ გინდა სტრიმების ყურება ჩანაწერში, აქ შეგიძლია იპოვო ნებისმიერი სტრიმის ლინკი, რადგან მე სტრიმებს აღარ ვტოვებ public-ზე და unlisted-ზე არის, ლინკები აქ არის, შეგიძლია გადახვიდე, უყუროს ასიამოვნო უყურებას გისურვებთ. მოკლედ ძალიან გამიხარდება თუ შემოხვალ Discord-ში და გახდები ჩემი Discord community-ის წევრი, Instagram-საც თუ გამოიწერთ, საერთოდ ოქროები იქნებით და შეგვიძლია დავიწყოთ. ეს არის აქ რა ბევრად უკეთესი ხარისხია მე გადავე. დავაი. არ მჭირდება ჩემი სახელის გამოცხადება. აქ ერთი პერაშკი მაქვს, ნაჭამი და სიცხე მაქვს და ხმა მაქვს, ჩახლეჩილი და სურდო მაქვს და ხელი მაქვს მოტეხილი და კუჭი მტკივა. დარჩა რამე ძმა, რამე დარჩა? მანქანამ ყوار გაგიტანა, სანამ ბეთელზე მიხვიდოდი. ანუ რა ვიცი. გახსოვთ ადრე, ანუ თავიდან მოსკას პირველ ბეთლს რო მოусმინე, არ მომეწონა. იქვე ავხსენი რატო არ მომეწონა? და იმიტომ რომ პირველი ჩემ გემოვნებაში არ ჯდებოდა მისი სტილი, საერთოდ ვერ ვიკაიფე რა. მაგ ბეთლში პირველი ბეთლი Skyres-თან მქონდა, მგონი Skyres-მა ჩემთვის უფრო წამოიღო, იმიტომ რომ უფრო ახლოს იყო ჩემ მუსიკალური გემოვნება და ზოგადად ჩემ გემოვნებასთან ახლოს იყო, მაგიტომ მე ზოგადად ვაფასე პერფორმანსით პირველ რიგში, ჩემთვის პერფორმანსი, vibe გემოვნება რაღაც აიქ ჩემთვის უფრო მეტი არის, როგორი პერფორმანსი არის, ვიდრე უკვე მე რაღაცა დეტალები. რა თქმა უნდა, მაგ პერფორმანსში ტექნიკაც შედის, პანჩიც შედის, ყველაფერი შედის, პანჩის გარეშე პერფორმანსი ვერ იქნება. ხო ხტები? იმიტომ რომ კარგი პანჩი იმ თემაში იწვევს კარგ პერფორმანსს, რომ კრაუდი მოყვება და რეაქცია არის და შენ ციხოდები და ენერგიას ქმნის და ასე შემდეგ. ხო ხტები? თავიდან არ მოსკას არც სტილი, არც არაფერი არ მომეწონა. კი არ ვიძახი რომ ცუდი იყო და ასე შემდეგ, მე არ მომეწონა. ჩემ გემოვნებაში არ ჩაჯდა მაშინ. მე ნანახი მაქვს რაღაცა ბეთლები, უკვე არც დამირეაქტებია მე მგონი არ დამიდია, მაგრამ ნანახი მქონდა და ბიჭო ძალიან დიდი ჩემთვის, ჩემ თვალში ამისთვის შეიძლება არა, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი glow-up იყო რა. იმიტომ რომ საერთოდ სხვა ტიპი მეგონა, საერთოდ სხვა სტილი, სხვა რაღაცა და ვაფშე სხვანაირად დამანახა თავი და მაგრა გამისწორდა, ხო ხტები? ეხლა აქ უკვე რაღაც პონჩი მაქვს, რაღაცა მოლოდინი ამისგან, რომ ძალიან მაგარი უნდა იყოს. ისე აღარ ვარ ამის მიმართ, რომ აი საერთოდ არ მომწონს და რაღაც. კი, რაღაც პონჩი მაინც არ არის ჩემი სტილი, არ არის ჩემი გემოვნება, ჩემთან ახლოს არ არის, მაგრამ რაღაც პონჩი დავამუღამე და კი. ნახოთ რა სიზავს და ბანიზე გეუნებით პირდაპირ აღარ მაკვირვებს. ყველაფერი ვნახე, უკვე რითი უნდა გამაკვირვოს აღარ ვიცი. ვიცი, всё, ოკეი, ანუ ბანის ვერსებზე კომენტარს აღარ ვაკეთებ. ოკეი თქო, ვიძახი და გავიარეთ. VST ESK VST-ს რეკლამაში ადგილი გამონახა მიშკამყლეობების კეთებაში პადელი კი ნახა ჯერ VST მერე ესტრეველი ბანი გასაკუთრებული ხლეა ბესტსელერი ვა მაგაზინ ყავს ორი გაბრიელი რაგაცინებს ერთი გაგაცივებს მეორე კი გაგაცილებს გზელი სტაბილო მაგ მოვაღარო ორეგანო შეში კაცობას ვერ ხედავ ხოდა მომეკალო აღარ ვიბეთლავებოდა დუხზე მოეძლა ილო ბერო შულთალი ტირა და გულზე მოეშვა მეხი ვერსად მოიკიდე შეიცვალე გუნდები შეხარ ბიბიბის თვიური თვაში ერთხელ ბრუნდები ზევალი კიშენ ხაშტიკია და გეგმილი არის ყავი და ახლა ხდები ჯიმა რა უნდა ვინ არის ბანი შენი საყვარელი რეპერის ჩემის მაგაცი არის კაქტუსზე იბაზებს ვიცი კვიციონავარი რაც გინდა თქვი ეგ თემები ჩემზე აღარ არის კამარი და დესასტორზე დაგიდებ კალეს მთელი გენგი მოეხმარეთ მარტო ვერ დაიღებს ზევიდან შენი გენგი ქვევიდან ისე ვივა შუაში შენი ყავი ორგია გამოგივას და თუ კი ვერ შეძელით ჩემი დაგდება ერთად შენ წარმოგვიდე კი სირად მე სირიუს ბლეკად მოვიდან ჩემ ფლოუშენთან მოვიდა ჩემ ფლოუშენთან მოვიდა ფიეს ფლოუ არ გადავამაგრებ იერები გამოვიდა next step ჩასკილებს გაგახსენ წვიმა გიხარია გოგოს მაგით მაინც დაასველებ შემოვედი სფეროში და ბიგ სტეპა პანიკა იგივებული ემინებთან არ დაიჯეროთ ეს ისტორია მას შექმნა მასავით უნდა იყოს შენი ვოუნდრება პერსფიქრა მუსიკა რამიქარა მარა თავში არეულობა ჰაივი წავიდა მარა თესლი და ბრუნება მაქვს მანქანა ბრუნდება ჯერ მასა და გახურება ვერ გიშველა პელეს თვალში და წერილმა ქულებმა
ბავშვ თუ ამას და ერქვა ფინალი ფინალურია ფინიშის ხასთან მიმის ჩვენა დაბლით ვისადილო რადგან გადის საზონა დაირო და ფრენზონა ჩემთან არ გავა ექსკოვა მე ვარ მეინ პერსონა ფიქრობ მაქვით თარბოლას ყვილად იმატებ წონას ვერაფერს მეტყვის საწყის პატივს არ მივაგებ შეცდომას ყოა ეს რო დამიღერე ყოღომ რაღა ჭამოს არ ვარ სათამაშო და არც სათანადო და რმაბოძე დავდე შემდეგი შედევრი ნიკუშ ვერ გაუძლებ მაგრო ის მანქანა და გაზრდას მოულენ სუსტებს ეს პირველი რაუნდია ყველაფერი არ გინახავს მე თუ ფაჩი არ მაქვს მაშინ ეს ფაჩით გამილახავს შენი პირით ქვი შემდეგი ბიტი არის ჩემი ტაიპი ნუ გწხვენია ბავშვო აღიარე რო ჩაიჯვი Damn. ეს მინიმუმ 9 არის 10-დანო დაჟე 9.5-არიო. 1 წამი. Hold up. კარგად წამოიღო, საკაიფო იყო. ხვანჩები, მაგრამ ასევე ძალიან ბევრჯერ აცდა. ანუ ისე კი არ აცდა, გრუვის შეგრძნება არ დამეუფლა იმ მომენტში, როცა აცდა. უფრო ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აი აცდა. და არა რომ გრუვია, როგორც აი მაიკლას შემთხვევაში რო ცდებოდა, ისე გაქონდა მაიკლას, რომ გრუვში გადიოდა, ხვდები? აქ ვამჩნევდი რომ გამოვარდა ბითიდან. იქ რაღაცა ვერ გავიგე სიტყვა. რაღაცა, მაგრამ overall ძალიან კარგი, ძალიან solid ვერსი იყო. Overall 8. ხო და ბანი არ ვიცი ჯერ არ დამასპოილეროთ, ვნახავ. არ ვიცი ვინ რა წამოიღო. კარგი იყო, solid 8-იანი. იმასთან შედარებით რაც ადრე იყო და რაც მე ნანახი მქონდა და რეაქტებული მაქვს, იმასთან, ძმა, glow up-ია სერიოზული ჩემ თვალში. მაგრამ აი კარგია, მაგრამ მაკლია. თვითონ თქვა ვერსის ბოლოში, რომ მეორე ჯერ ვიწყებო, მეორე მესამეო კარგი, ანუ უკეთესი იქნებაო რა. აი, კაკრას most replayed არის, მაგის მესამე ვერსი აშკარად და let's see. როგორც ყოველთვის პირველი რაუნდი ეს უკვე ვერითმენს, ნახე როგორ არის, ვერითმენს. აი, ვერითმენს, ვერსი დამაწყებინეთ, ბიჭო. ვეღარ ვითმენ. სიცხე მაქვს, მანქანამ გადამიარა, ხელი მოვიტეხი, ფეხი მოვიტეხე, ხმავ მოვიტეხე, თვალი ამომაჭრეს, მაგრამ ვერ ვითმენ, აი ეგრე არის. ია. Eminem mode. ია. მე არ მაქვს პრინციპიან მორალიან ბედი, მელოდა ხალხი და მაგიტო გამოვედი. ყველამ კარგად იცის მაიქს მერის გამოვდებდი. ჭრა და კერვა პივიპიზე ჩემს გამოვა ტრენდი. რა დაწერა მოსკამ ჩემზე რას გამოათრევდი. მოდი გამოვისწრო ბანი რატო გამოხვედი. მომინდა რომ სახით ვაწმენდინო მონოჰოლი ყველა ჯორი კანას დავუშალო მთელი ბოი ბენდი. ძმაკაცობა არ არის ვიღაცას ხელს თუ ჩაკიდებ. რამდენი ჭორიც მომიგონეთ იმდენჯერ ჩაკიდებ. ზუსტად მახსოვს ნუმერაცია რამდენ ვაბიჯე სახეზე მაგრამ თქვენ აშკარად სხვა ტიპები ადიდეთ. ვაფშე რატო დაიშალეთ რა კარგი გენგი იყავით. სპონსორ მამა ყუთი მოგცა და ალბათ ვერ გაიყავით. გაგითქვა ჩემ განერთმანეთი რომ ვერ დაიცავით. ან იქნე ვინმეს გამო სხვა გოგო ვერ გაიცანით. რო გაიყო გზები არ მინდოდა ამისი თქმა. ბანის ვერ ვაჩერებ არ მინდოდა თავისი თქვა. რატო დაიშალეთ მოდი გული გადაგვიშალე. იქნებ ბიჩი მარგარიტმა შენი სამი სიტყვა. ია bow down მოსკა bow down და გაჩოქა ერთმა რაუნდმა ფიქრობ რაუნდა ბანი ვინარი. როცა ჩემპიონი ლაპარაკობს დაიჯვის სეზონებზე მოვიპარე შენი ნაჩუქარი ფინალი. ჯერ სკაიმ დაგაგდო მერე თოვლი დადნა ფინალში გაეწუცა რა კრინჯობა იკადრა. ჯერ ტიპი ადგა რაღაც ბრონის ჟილეტი დადგა. მერე დაიკიდარები პოდკასტებისა და მე თმოვიწვია 1 წამი რა დავამუღამე იცი? აი ამ ორ ბეთლსაც რამდენია სხვაობა იმაში დროში. ეს 1 წლის წინ არის 22 ივლისი არის 2004-ის და ეს არის 10 მარტი 2000 ნახევარი წელია ხო სადღაც სხვაობა ამ ბეთლებს შორის. ბრო რამხელა სხვაობა აქვს? იქ იმენა კითხულობდა, დაზეპირებულს კითხულობდა, კი ძალიან მაგარი ვერსები იყო და ასე შემდეგ, მაგრამ და აი ის ეხლა ვიგრძენი ეგ რომ იქ დაზეპირებულს კითხულობდა თითქოს და აქ გელაპარაკება წინა ბეთლში რაღაცა თავისი ტრეკის ლაივი აქ და კითხულობს და აქ იმენა ანუ აქ ბაზრობს ფრისტაილს გავს. აი ვიცი რომ არ არის ფრისტაილი, ანუ ხოზე ხარ, მაგრამ ფრისტაილს გავს. თითქოს აი ამ წამს მოიგონა რაღაცა და ისება. ხო, არტისტული აი წინა ბეთლში აკლდა არტისტიზმი. მე ეგ თქვი რომ ივა ბევრად უფრო არტისტული იყო. პირველი ვერსი ჩემთვის ივამ წამოიღო. გლეიზინგი რატო არის? რასაც ხედავ იმას ვიძახი, რატო არის გლეიზინგი? წინა ბეთლში ვაგლეიზე? თუ რა ვქენი? ეგრევე პირველივე ვერსში ვთქვი რომ ის არა ქვია ივამ წაიღო თქო პირველივე ვერსი.
და ვაგლეიზებ ვინმე ეს არავითარ შემთხვევაში რასაც ვფიქრობ იმას ვიძახი პირდაპირ არასდროს არავის არ ვაგლებ მაგრამ ყლეზე მკიდია ვინმეს დაგლეიზება ყველა საზრე ყლეზე მკიდია ასევე ეგრე გეტყვით რა ცუდის თქმა არავიზე არ მინდა შეურაცხყოფის მიყენება იასნია ბეთლის თუ ვერსის თუ რაღაცის გამო არ რატო უნდა ვქნა ეგეთ რაღაც მე ვაფშე არ მეღება მე პროსტა უსმენდა როგორც მსმენელი ჩემ აზრს გამოვხატავ მაგრა ყლეზე მკიდია ყველა საზრე რეალურად რა არავისთან პლუსის დაწერასაც არ ვცდილობ და არ ვცდილობ რომ რაღაცა ნეგატივი შექმნა და ასე შემდეგ პროსტა რასაც ვფიქრობ იმას იმაშვები რა ხო და ეხლა რაც დავამოღამე მაგას ვამბობ რა რომ იქ ივა ბევრად უფრო არტისტული იყო და აქ უცებ წამოიღო მაგრამ თან რა წამოიღო იცი ამის გარდა არ ვიცი პლუსია თუ მინუსი არის, მაგრამ აი ამ ბეთლში, აი ამ კონკრეტულ ვერსში ეხა ძალიან დიდი ინფლუენსი ვიგზენი ტახას. იმიტომ რომ რაღაც პონჩი ტახა კითხულობს ხოლმე ეგრე თავის ვერსებს ბეთლებში. ანუ მე მინუსად არ აღვიქვავ მაგას. ინფლუენსი საიდანაც უნდა აიღო. ინსპირაცია საიდანაც უნდა აიღო. ტახა როგორ კითხულობს, ეგეც კარგად მახსოვს და ანუ აი ტახას კაკრას ეგ მომენტი აქვს, რომ შუა კითხვაში უცებ ლაპარაკს იწყებს. დაზეპირებულ ტრეკს კი არ იმას გიშა, ლაივი კი არ არის რაღაცა ტრეკის თავისი. სიმღერას კი არ გიმღერის. პაზრობს. აი ეგა აქ კაკრას და ეგ დაიჭირა, ანუ თან კარგია რომ დაიჭირა და დარწმუნებული ვარ რომ განავითარებს თავის თემაში მაგას რა, ანუ იასნია თავის ხელწერა, აქაც აქვს თავისი ხელწერა, მაგრამ იგრძნობა ეს ტახას ინფლუენსი რა. ნაჩუქარი ფინალის გამოზევიდან მიყურებდი არის ცოტი მეც რო შევხვდებოდი შებოზო ახლა გირჩევ როგორ უნდა დაიბრუნო დიდება დღეს თუ მომიგება გიწევენ თამასას ბოხი ხმითი ბაზრე დრამატურგია და დედა ნარჩე ჩვენ მივხედოთ ჟიურიში დავაყენებ თამადას მე ვარ ანჩელოტი 4-3 ვთამაშობ ულტრა ატაკზე არ აქცდება ფანჩები გამოვედი რადგან ბეთლი მომენად რა თორე შენზე თესლი ემსი რო ვარ მაგას არ ჭირდება მსაჯები პანჩლაინი არ არის დინამიკი და ქარი ვარ შენ თუ ფარი იავი ამაში ხმალი ვარ ხარე ხაგიცანი იგი მოდი ერთი გაგვიკეთე პონი ვა ყოათება ღანა ჩაფხინე დეტაკე დემონებს კინჯის გავლა და მე მართა გამიშვი ჩათვალე ეს ბეთლი მომიგე და ჩემზე თესლი რეპერი ცხად ოღონდ გახვეწები ცოტა ხანი დაიჯვი მოსკა 24 კამიჯი პროსტა ჯერიხო თავარია ჩემპიონის ვერსი მერე თქვენი ფლოუ იმდენი ბოღმა აღებინე შენგან გავაკეთე მასკარბონეს რეცეპტები და გამუღამებინო მნიშვნელოვანი ვარ შეკი ვერიდან პროსტა მე კი შენივე ბოსთან გეტყვი შენი და დროს ხო ხალხი ჩემო სასმენად მოვიდა ყველამ და ბოსტა თორე ყველას კიდია პივიპის სლემიც და მოსკა say what გონისურება ჯოჯო ხეთა დიქციე გავხდი ხალხის ჩემპიონი სანამ ჰაიპს მისდიე მერე სეზონზე გამოვედი ძმაკაცები და გიგდე ბოლოს ავდექი და ჩემი ტრეკიც გაგამიქსიე yeah fuck out of here კარგი იყო. პირველი ბანი წაიღო ეგრევე უსიტყვოდ. რაო, ბიჭო, ვიდითაც გავს, აღნაგობითაც, პანჩებითაც, ხელის მოძრაობითაც. არა, ეგრე ძალიან არა. მე არ ვიძახი ეხა რომ ბაძავს ან რაღაცა. ინფლუენსი იგრძნობა. აი ჩემში მაგალითად უყურე მე რომ შემომხედო ხო, როგორც სტრიმერს, როგორც იუთუბერს და ასე შემდეგ. ჩემთან მე პირდაპირ ვიტყვი მაგას, არც ვმალავ, ძალიან დიდი ინფლუენსი იგრძნობა PewDiePie-ს. იმიტომ რომ ჩემი საყვარელი იუთუბერი იყო რავი, მთელი ახალგაზრდობა და ეხაც ახალგაზრდა ვარ, ეხა არ ვარ ბებერი, მაგის ხმა არ მინდა, მაგრამ მთელი ბავშვობა, ეგრე ვთქვათ რა, რაღაც 2010 წელს აღმოვაჩინე და რავი, სულ უყურებდი და ეხლაც უყურებ ერთ-ერთი of all time ჩემი საყვარელი იუთუბერი არის და იასნია რომ იქნება მაგის ინფლუენსი ჩემზე. იმიტომ რომ მე ვასებოდა. ხო ხვდები, ანუ ეგერ ჩანს მაგის ინფლუენსი ჩემზე. მაგრამ ერთ-ერთში არ ვბაძავ და არც იმას ვიძახი რომ ბანი ეხა ამ ვერსში ან ზოგადად ეხლა აქ დავინახე რომ ერთ-ერთში არ ბაძავს ინფლუენსი იგრძნობა და ის რომ ეხა ვიზუალურად გავს და რაღაცა ნუ რავი მე რო გავარ Bones მე მაგისთვის კი არ ვაკეთებ არაფერს დავიბადე ეგეთად და ეგეთი ვარ და ძალით არ ვბაძავ Bones რავი ძალით Bones რო ვბაძავ და ეხა ვაფშე სხვა ტიპი ვიქნებოდი და სხვანაირად მოვიქცეოდი მაგრამ არც ეს ანუ არ ბაძავს მე რა რო გავს რა ავქნათ ეხლა ვამუღამებთ ეგ უკვე ჩვენ ვამუღამებთ მაგას შეიძლება ტიპი ვაფშე საერთოდ არ ფიქრობდეს მაგაზე გავიმეორებ ეს რა ბიტია კი მყავს
PvP-ში დამაბრუნეო ყოას თხოვ და ჯიმა რა გინდოდა ცოდობი ისედაც მქონდა ყველას ეტენება ვისთანაც კი ბიფი ქონდა არის მოსიარულე ლუბრიკანტი მიკროფონთან გიჩევრო დატოვო მონოჰოლი შენინებით რადგან გიგიმით არნიშნავს რომ არ კეთილი როსტრანებითია პეროგი არა სტორმეტი სანდოზარო ხოდა გაჯი პაჭკოიჩენა ბოზარო ვიდეო ხოდა ვერა უნდა დავიდარი ბარიზე თუ კი ვერ გაითავისე ეს ბეთლი რატო გარისკე ჩაინის და ბეთლი გოხსენი კარიბჭე პანჩებისაც ავიდან ამოვიღე თავი გავერდე ლაკი რო არ უნდა ლოკო გამიგონია შეხარ მახარა და ფლოუ არის ჭყონია ბიპოლარი რო ხარ ვაცოდინოთ მოსახლეობას ჯერ გაგვიღიმებს და მერე იტყვის რამე ყლეობას იმდენი ფლოუ აქ როგორც უნდა ჭრის და კერავს ვაჟკაცობაზე მეტი ფლოუ რო გაგეკტეხავს ნეტა ვიცოდებ დინებს შენ დაგანდა დაჟე მოსკავაც ლარაც არ უნდა დაერეწები და არ გამართლა მიყურებდი ბალი როცა შედეგი დავდე 10 სანტიმეტრი მოიკელი თუ გინდა მგავდე მე მეგრელი ლანისტერის სისხლი მეტყობა ტაზე მე თუ პატარა ვარ გათამაშებ სამეფო კარზე გეინგ ბენგ თუ გინდა დავიწყო თავიდან თავისი თავიდან მე ვერ გაითავის ავიცი ხალხმა ჩვენი ბეთლი ცალკარად რო აღიქვა ქურთი ქართულ ენაზე და ჯამნად თავზე გაიჯვა ჩემი ვიცის რომი შეიგზენი ყველა ბალი და ნატო შეხება კართან ბალი შეხარ ჩემი მარიტა ორი სიყვა ლეონიდა შეხარ მატილდა შენმა ვერცეთ მოდაკმა ვერავინ ვერაპაუსა ყველა დარტყმარი მძიმე რო წერტილი დაუსვა ხოდა ნიშანი არ არის შენი გამოძახილი სანტა კლაუსის ტანზე ხერდასა და არი მარხილი როგორც პირველობაზე ბარი დღესაც იზიატერდი კოლიზეუმი კარგად ვიცი ეგზამად გავლილი წინა ბეთლები კარგად იცი და მე მაგზავნილი გატრიალები შე როგორც მეორადი კარვილი მე დღეს არ ვიქნები ყოვარო ხოხმაური ისე გაგასაღებ არ მჭირდება აუმზაური უნდა ჩამოვართო ყველაფერი რაც კი აბადია ცოტა ველურია მაგრამ მაინც მორჯულებადია ხოდა ჩუმად არა ვინკა გვიგოს ტრაფიკინგი უნდა მოუწყოთ ხის ჩვენს ამიგოს მაგრამ ტირის ვეჩერებ და მიღվარად სრემლები როცა ტრაქში გავუკეთე ჩემი მწარე ვერსები ხოდა შეიღებე სული ხოდი წისფერო შენ როგორ უნდა წამიწიო ბიჭო წისფერო შენ ცოტა პირფერო ცოტა მლიქფლელო და ასპის არ იყოს ჯეორეპის ტრიპერო სიმყო დავზე ბეძი ამას რო არ ვეელესები მოსკაბრასკო შეასრულა და შენ ცვალა წესები არე რევა დიდების საქმეში აქ ვერ დავეთანხმები მოსკას ჯეორეპი არანაირად არ არის ბიჭია მომიყევი როგორ შეგაბას აიაგო ხვიჭია მაგრამ რატო იაგო ეგვაფ შენ ამოსატანი ნახე ლურჯი ავტობუსები შენს კლიპებში ამის ტანსკი არა სულ სჭირდება სტერილიზაცია ბევრი არასწორი ფული მოხდა შენ ჯიბეში ფოტის მერიამ კი ბალის ჯიბე გაასუქა ხალხი აჯობდა და ინსტაგრამი გააუქმა იცოდე რა შეთვის მენანება ფურთხიც როცა ქართველობაში გჯობია ქურთი ჩემი ძვაკასები მაგითხა ვერ ჩემებით შენი შუში შენობას აკითხავ ჩვენებით ისევ გამიხურე სელესალამ შეგდგები შენ აკეთე მაგოს ტრაკით მეგი ტექსტებით მე რამდენი გვავი ჩემწინ მეგი ვერცხები უკვე მივირთვის ადილი შეხარ დესერტი არე ლოდი რაცება და ცემლი გერება შენი დემენტორი გასმობედნიერებას მერვე მილი გაიარე სცენარზე ერთი წერს არ მეთახმები სცენარს შევეცი happy ends თუ კი შენ ვერ დადე ვერსი შენი გენგი წერს ნიკი მჭკუა ვერ გასავლა ხოდა მე ვიწევს მე თუ რამე გაგიტარე შენ ამან არ გაგახაროს ისე ვიდამ ხალხ ჟუანტელმა შენ ძმება დაგაღარო ვინც კეიჯის ჩაუდო ეს იმათობამ ხარს ეხლა მეგეწყი რომ მართლა გადაახდი მორალს არც ერთი მორალი ბალი შენ არ გაკენებს ზიანს მე ვამბობ სიმართლეს იმიტომ რომ მამა ჩემის გაზრდილი ვარ ეს რაზეც გადაობ და უყურებდი თვალს რემლიას შევეცი ჰიტლერს შენ კი შეუერთდი ჰოლოკოსტის სიას ეს ჩემი ლაინებია ეს ბიჭო ρε წამოიღო მარა აი იმ მომენტამდე წამოიღო ძალიან კარგად სანამ ტექსტი არ დაავიწყდა აი იმ მომენტში ტექსტი რო დაავიწყდა აი ძალიან მეც იმენა გამიტყდა ანუ ის ძალიან კარგად მოქონდა ძალიან კარგი იყო და ტექსტი დაავიწყდა შეეშალა თუ რაც იყო რა მოკლედ რო გაჩერდა იმენა აი მეწყინა რეაქციაზეც მეტყობოდა რომ მეწყინა აი არ უნდა ყოფილიყო ეგ რა შემდეგი რაო წეღან რა იყო შემდეგი donation goal გააკეთე მარტო space-ი ან კლავიატურაზე დავა ბაზარი არა რატომაც არა აუ მართლა მარტო space აი მთლიანი კლავიატურა ერთი დიდი ღილაკი space-ი რო იყოს წარმოიდგინეთ ხო მაგარი იქნება აი ესე დავაძრობ ხოლმე და დაჭირე მაგ იო რა ხდება Yeah, punchline therapia უნდა ჩაგიტარო მოსკა დაძაბე გონება გაიხსენე ის მომენტი შენ აქ რომ გადაწყვიტე მოსვლა ალბათ ვერ გაიაზრე რა და ხდებოდა მეორე აფერისტის სენაკელი ჰეიზენბერგი ვარ პროექტის თუ გინდა არ მოკლა ბოზო თქვი ჩემი სახელი ბანი ვაუ yeah ორმაც გამოდი ვარ და მთლიანად სვიან ფორმატს არ თამაშობ ფრენს ბიჭო არ ვუყურებ ნორმას ამიტომაც გადავიხა ყველა მორალს ყველა პრინციპს ყველა მიწის რომ ახლა ჩემი ძლია უთგემარტო ვიკის რომ თქვენი ბანდა თუ ბანდო ეს გუგა თუ ავტო თუ მეორე ჯერი სეუნიკის ლავ და რო შეგახსენო ჩემი სახელი არ ჭირდება კუა მოჰავკი და ბრიუს ბაფერი ჩემს ყველა წარმატებაზე შენ პატარავდები ანუ მგონია რომ მონოჰოლში ვადამთავრდები ფინალი რომ მოვიგე მაგამის როგორ გაძინა რო დაგაბულინგეთ ყველა ძაღ უარ გეწკინა შენ გული გერე ვარ განმე ნიჭი და მანაცესო და აგერ
ამინა და ვორონცოვზე ბედინა say what არც კი ებოზო ფინალი მოვიგი არც კი ებოზო ჩემპიონი ვარ და არც კი ებოზო შენს მაგაც მოვუგი არც კი ებოზო კამარი ჩემი არც კი ებოზო თვალებში მიყური არც კი ებოზო თლიანად დაგშალეთ არც კი ებოზო მეტი ბოღმამი და არც კი ებოზო მომიწია დიდი ხანი მოსთა გამოსული გავი ბეწე რადგან მე ვასება პროსტა მონოჰოლში ვდავარ ყველა გულა მიმაქ სახში როცა არის ბიძე მოსკან და სანიკიძე კოსტა ბოღმის ადრებას თუ კიდევ უპირე ფაშლაინთან ნარევას მე ვარ ზარბაზანი შენ კი პროსტა საზარბაზნე ხორცი დათანაპირებენ YouTube-ზე დადებას არაფერს განდობ ყველაზმა კაცი ხარ არა ხარ სანდო კიდია მე ხმაზე რა ჭირს თავზე გადაჯმულებს უხტები მარტო არასდროს არაფერი არ გამოსდის და თანაც კითხვაც კი არ უჩნდება რატომ ვერსების ამოჭრა კი არა ისეთებს დაგმარტებ ეს ბეტლი ვაფშე არ დადონ ეს არის ჩემი დასახლება მე არ მუყვები პრინციპთან მოგება ხანწაგება ეგ შენთვის არის მები თორე მე არ ვებუები და ეგ არის შორის ყველაზე დიდი განსხვავება შეხარ გიგაკვეტენაზე ფული საკეთებელი მანქანა როცა გეტყვიან გარებე ძალიან დიდი იმედ გაცუება არის მოსკას თავის მასთან ერთად თუ კალათბურთზე რო ატარებენ ვაუ მე კი ვარ უკარება ამ პროექტის ასე ნაშა ვერავინ მეპარება შენაერთი ბებზე წერა ცოტა კი მეზარება შეხარ ტოტო ულტრა პრომაქსი თვალები დაგება ზრები იქნები სალო როგორ უნდა ხუმრობები და მე სეტაპების აგება პირველ რიგში ბაზელინი ნუ ხარ ნუ ეტენები ვინც მოგიგო რემაჩი მაინც აჩარტარდება და უნდა გამიქაჩო გონი არასწორად გაიგე გამიქაჩო თვალები და მიქაჩე ივას უკნინ და რაყლეს ახიდას მიყურებდი ყოველთვის ეგეთი ბოხმიანი უნდა დარჩე თუ არა გაფანჩი მაშინ გეგმაბე ვერასდროს უკნებით შენ და მე გამოვედგინათ სიბრალული შენ და მე ისე ბევასები შენზე ვფიქრობ დღეღამე მოსკარი მონა ჩემი ყველა მონაცემი გააჩნია ჰოდა მოსაცემი მომცეს და მე ამჭირდება მოსაწევი პროსტა ხუთი მოსაწვევი მინდა ყველა წევრი რო დაჩმორდეს გადაწვით ყველა ეკრანი ორი მარტი არის სტრანი დღე როცა კინაღა მოიკო მოსკა მან უბრალოდ დღე როცა დაბრუნდა ბანი ვაუ აიყო ბიჭო იმენა ეთყობა რო აი ხმაზე ეთყობა რო ჩახლეჩილი აქ და რაღაცა რა იმენა აი რაღაც მომენტში ცოტა მტკივნეული მოსასმენია რო ხტები რო ნუ ძალიან რთული იყო დავარ შემდეგ ეგრე ეხა იქნება ყველაზე most replayed part დავай მაინტერესებს ბანი თვითონ შოუ არ გააჩნია მორალი თუ შოუ ხარ გატრიალები ღბლიანი ბორბალი შენ თვითონ ახტები სიტყვას და მითხარი მე რა გიყო არ უთქვამს არ გამოვალო ეგ უბრალოდ სკრიმი იყო გაისთან ბეცე მახსენა იმასთან ბეცე მახსენა ჩემზე ლაინებს არ ხდება მთელი სეზონი დამზევდა ადექი წაიღე ტიტული მაგრამ კაცის სახელი ეღარ გაქვს რუსია შენი ბრალია რომ ერთ-ერთი კამარი აი ამ ყლეობას აქვს გახსოვდეს რომ ფლექსის ხოდი მქონდა ნახوي ბიჭო ბეცე მოსკა მოვდა დასულოკა ორი თვისი მიფი კონდა ორი მარტი მონოჰოლში მძიმედ მოხვდა ისეთი ამაზრზენია რომ ყველა სურს ამისემა უყვარს ბიფი რეპერეთა ბოლოს ტრაკის მისემა რეფერენსებით მოგიგებ ჩემთვის დასალევი ხარ მაგარი დასაჯველი ხარ მაგრამ რა საყვარელი ხარ სულ ჩემი თვალწევდი თავს თუ პრიკუბში ჩამკეტეს შენ როცა შეგაშინეს გლებმა ურეკავდი პანტერებს ყველა მომესწრია და სურდა გამოიყენეს მომენტი რომ ვიყავი ჩუმად ეშმაკის გამოხიზება სურდა დიდი ხანი ფლოუები ჯოჯოხეთში ხურდა დაუკითხავად შევაღე 60 კარები ყველაზე გონდა და მეცი და აღეკინე ზალები ჩემი ფლოუ აზრაელის და მაგრიე ფასადები ამოფიქი მარაგები და გადახშედაგები არწივი ვიქრი რომ ნახო ვინ რა კაცია ბანი შენი ტოლი ვარ მაგრამ შენთვის მე ვარძია ბოდიდან ჯონსო შეგან არა მოსკაზალები რო ვერ გათვალა თავში მართლებს რო გადაიღალა საფლავი თვითონ გაითხარა იმის მაგივრად რო ბიჭო ცოტა კაცობა გესწავლა დგახარ სირივით იძახი ქუჩა არიცი და ოკნა დამოკიდებული მაგწუდი დამიწყოთ თავიდან როგორ წუხდი ბრალია თავისი თავიდან ბუდი ჩასრულ საგდიო დასუნი თურმე რეკავდა სენაკი მოსკა მიშველეო ერთხელ ჩემი დიში წაშალონდა ბანი მარვიზა მომეჯერ ნაფოსა რომ ბავშო ვისი ღირსი არ ხარ მოკითხვის ფემინურო ქავო აზაზელი ტრეკებს მოგიწყვის ბანი ჩვენში რო ვყავ რა მოსატანია გინება მაგრამ ხლეს რო დაგიძახებ ვიცი არ გეწყინება ვიცი ეს თემა ათაშერ გადახარ შეუკვეთრიში მაგრამ რა ვქნა უნდა ვთქვა კიდევ და ჰასი კიდევ სპირში შიშით მიყურებდი როგორ არ დაგიწყო кайფი ბლოკთან ახლოს კი არ მოჯვი ვიცი შიშით ჩაიჯვი თუ ჩემი ხწება დარჩება ეგ პირველი სამოსელი ველოდების სრულ ვერსიას მე მოგიწყე გამოცდები მე შენ თავიდან მახსოვარ ფოთი და რო ჩამოხვედი განაცუდი ბავშვი იყავი უბრალოდ გამოყლებდი ჩემს უკან განაძმები არც ერთი არის შენი ფანი ხო და ყველა ერთხმად გეტყვით იდი ნახუი ბანი
გეუბნება ჩვენი გზა კიდევ აი აქ პრობლემები შეექმნა ბანის. ერთადერთი მოსკას რასაც ვჩნევ, ცოტა ჩქარობს ხოლმე რა. აი ეჩქარება ხოლმე. Clean versi იყო, კი, მაგრამ ამ ვერსში იმდენად არა, просто რეალიზაცია მოვიდა. აქაც იყო ეგეთ რამდენიმე მომენტი, просто რეალიზაცია მოვიდა. წინა ვერსებში იმენა ძალიან ჩქარობს ბიტზე რა. აი ბიტს ცდილობს თითქოს რომ დაასწროს და რაღაც ეგეთ. რა, ერთადერთი ეგა აქ. დალშემ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ბანის ამ ვერსის მერე. TVP Flows მეორე სეზონის ჩემპიონი MC ჩემგან ხელმარცხნივ არა, 8 არის. მე პროსტა იმის გამო, რომ როგორც უკვე ვთქვი, რეაქტის დასაწყისში როგორც უკვე ვთქვი, რომ ჩემთვის ჩემ გემოვნებაში არ ჯდება მაინც და მაინც ისე ძალიან, რა ქვია, მოსკა სტილი, მაგიტომაც, ანუ შეიძლება სუბიექტურად ვაფასებ. რაც გინდათ ის ვთქვით, როგორც გინდათ ისე ობიექტურად მე ვერ შევაფასებ ბეთლს, იმიტომ რომ შემოქმედება ზოგადად და სტილი, ვაიბი, რა ყველაფერი სუბიექტურად ფასდება რა. კარგი ბეთლი იყო ალბათ რადგან მოყვა მიწისძვრა ბავშვებს ვანახოთ ამ პროექტში არ არის სისხლის ზღვრა მოსკა ჩემი ძმა ხალხო ფანჩებს არ უნდა ჩეკი მოდი მე იქანე დამაყენე შენ აქ დადექი ადგილი ვცვალო ჩვენ კომფორტის ზონაში მამყოფე ბეთლი არა ბრძოლა მარტყოფის არ დამეწუწება მაკოფე სულ ერთად იკავით მარტო მე აიწონა მე გადავწონე მოსკა დებილია მარტო ზის მუნდერ კიდი როგორც ამბობენ რა დავაკელი ბიცია კლავდა მანგრეველი ვარ ფაკი და მაკაველი მაგრატლი თუ გადაჭერი იკივლე და ვარ კარტელი თან ახალი თან ვარცველი თან შემტევი თან ვამცველი მეინსტრიმი თან ანდერი ეს რაუნდი დამქანცველი მანამ დანა მამი წადა აჭარბებს მოლოდინებს სანამ ბანი თესლა დრეპავს მოსკა პროსტა ხროტინებს რუღმუი ხარ ბიჭო კამეჩივით გვიყურებს ხალხი მეგრელების ჩემპიონთან და ისევ კრახი გაგ დეჟა ვიუ და ცოტა მერიდე მონოჰოლში არასდროს იქნება შენი დღე I'm bringing sexy back drop the ძველი ვერსი ვარ მოსკა თუ ხუცესი ღვთისკაცია ნექვთი მე ხარ ფრისტაილის მასალა პროსტა არ მიღინ ხარ წერად შენ რომ მე მომიგებ მგონი მარტო სენაკში ჯერად შენ ხარ მათი რობოტი და რასაც ეთყვიან ყლაპავს მგონი მაგიტო ფიქრობს დღემდე რომ მოუგო ტაჰას ვატრიალე ყველა ლეიბლი დავბერდი ბოლო ვერსი არის ჩემში baby goatი აღარ ვარ შემომერია მე ჭაღარა წვერშია არ გიჩევ გადამემ ტეროაკ დიდი აზრებია პატარა ვერსია ყლესემ კიდი ადგეს მოგება მოსკა და აცის უკაი ამბებში თუ გავატან მოსკა საიმს თუ კი გავატან ორი დღე და უკან დავიბრუნებ ერთი პატლეცი რო თავში დავარტყა რეიტინგი თუ კი დავარდა ანუ ბანი ცოტა ავადა რა გახუარ ვიბაზროთქო რომ დავკერო ჟიური და თა ბაბადან არ გამოვრიცხავთან არ მგონია ბეთლი წავაგო ხომ არ ჯობია ვერსი ვწერო ბიჭო ერთი რაღაცა sorry რომ ერთი რაღაცა კითხვა მაქვს პროსტა ერთი რაღაცა კითხვა მაქვს ზოგადად თუნდაც ბანისთან ანუ ზოგადი კითხვა არის მაგრამ თუნდაც ბანისთან იყო მესამე ვერსით რატო იგებს ეს ბეთლებს ანუ მეორე შემთხვევა აი ხა უყურებ წინა ბეთლიც close-ი იყო და მესამე ვერსით მოიგო აქ bro ანუ აქამდე სად იყავი ოკეი არა არ იყო ცუდი ის პირველი და მეორე ეს ვაფშე მესამე ვერსი გევასება მაინც და მაინც თუ რა თემა არის ეს იყო ვაფშე სხვა დონეა იმ ორთან შედარებით რავი ძმა ფეტიში აქვს ამ ადამიანს მესამე ვერსით მოგების ანუ პირველ ორ ვერსს მნიშვნელობა არა აქვს მესამე ვერსით იგებს წესი ავაგო ჩემი მტკივნეული რაუნდები ხატავს დიცურას მოსკა ყლეზე მთავარია არეწყინოს გიგუნას მაიკი საფირწონე არტისტებს თუ იპოვით მომითრიე და მოსკასთან ერთად დავაყლიფონებ მკვდარი რეპერების სიას კიდევ ერთს თუ შევმატებ ანუ მონოჰოლი კიდევ ერთხელ გავადით გორე არ დისავ არ კითხავი სექსისავ შენ მართლა არ ხარ კრისა მე ჰაიპი არა ფრისგან დღეს მოსკაინმა prison ვარ კარცერი ბიტებს მიზას არ ვაშორებ ერთი ვერსი და ყველა მოჭავს მისას და გაგმიქსავს მონალიზა რაუნდ ვაუ იმენან KO bro წეჩ
მესამე რაუნდით იგებს ეს ბეთლებს. იმენა ევასება კონკრეტულად მესამე რაუნდით იგებს ყოველთვის. მესამე ვერსმა ყველაფერს მოუგო. ბაზარი არაა, მართალი იყავი. ან სპეციალურად აკეთებს, ისეთ თანმიმდევრობა არის, რომ ან სპეციალურად აკეთებს მაგას, მაგრამ ეგეც მაგასაც ბიჭო, ეგეც უნდა გამოგდიოდეს, ეგეც უნდა იცოდე, რომ ეგეთ რაღაცა ხნა რა. რომ აი პირველი მეორე ვერსი კარგი გაქვს, მაგრამ აი მესამე ისეთი იჩდება, რომ შენი მოწინააღმდეგე სამივე ვერსს ხაზავს რა. რავი bro, damn, საღო. აი ჯურის უსმენ. მოკლედ რა, მე ვიცი რომ ეს ძალიან რთულია. მე მინდა ყველა მიცოდეთ ვინც არიცით, იმიტომ რომ ამ გადაცემას ბევრი ახალგაზრდა უყურებს. ზოგადად ტრეპ საუნდი, ტრეპ ლორდი შემიძლია ესე ვთქვა. KA-ისთვის შევქმნათ ხმაური! პირველ რიგში მადლობა Flows მოწვევისთვის და მადლობა ესეთ საპასუხისგებლო. მადლობა ასეთი საპასუხისგებლო საქმისთვის. ძალიან რთულია ჩემთვის ორი ესეთი მხეცი არტისტის, ასე ვთქვათ, განშა, მაგრამ სხვა გზა არ არის. რაუნდება ჩაუყვები. პირველი რაუნდი. ცოტა ხანი მაცადეთ მეგობრებო, ცოტა ხანი მაცადეთ. პირველი რაუნდი. მოსკას ბანის ორივეს მხეცური შესრულება ქონდა, ორივე ძალიან მაგარი პანჩლაინები ქონდა, ორივე ძალიან მაგარი დელივერი ქონდა, მაგრამ პირველი რაუნდი ჩემი აზრით წაიღო მოსკამ, იმიტომ რომ მოსკას ბევრი სხვა და ჩემი აზრით ძალიან close იყო. აი, ჩემი აზრით ძალიან close იყო. პროსტა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბანი მან ძალიან არტისტული მხარე მაჩვენა, ძალიან ისეთი, რომელიც აქამდე ნანახი არ მქონდა, მაგრამ გამისტორდა რა. სხვა პერფორმანს ელემენტი ქონდა. მეორე რაუნდიც იქნებოდა თანაბარი, რომ არა მოსკა შენ შუაბეთლის დროს რაღაცა აგეჭრა ერთი მომენტი და ბოლოში ცოტა აურიე. შესაბამისად მეორე რაუნდი არის ბანის. Shit. მესამე რაუნდი ძალიან კარგი იყო, პერფორმანსი, flow, ყველაფერი. ბიჭებო, ყოჩახ. მაგრამ ბოლოსკენ აი თითქოს შევამჩნიე, რომ ბანის ენერგია დაუვარდა და ბანი მის დელივერი ვერ დატოვა. აი, არა, bro, არა. და დაედო. ჩემი აზრით, ჩემი ხმა მოსკას Okay. არა, მე ამას არ დავეთანხმე. მესამე ვერსი რა დააგდო პირიქით, bro. ძალიან კარგი იყო მესამე ბანის. მეორე ვერსში ძალიან იმენა მართლა გამიტყდა რა, მოსკას რო ის შეცდომა მოუვიდა და ძალიან დააგდო ხოდი რა. ესე ვთქვათ. KA-ისთვის კიდევ ერთხელ შევქმნათ ხმაური! შენ ხარ ყველაზე ძლიერი ამ საქმეში რა, მართლა, ამიტომ შენ უნდა ქნა ეს ყველაფერი, მაპატიე რა. გიომდე, კიდევ ერთხელ. სუ გიოს ის არის ხო? ანუ სპეციალ უჩალიჩებს ყოა მაგას. გაზდა არტისტები რო დრილ საუნდზე შეჭდნენ და დაიწყეს დრილის კეთება, ეს დამიჯერეთ, აი ამ ადამიანის დამსახურება, კასისთვის შევქმნათ ხმაური! მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. მინდა მივულოცო Flows-ში. Flows-თვის უშუალოდ შევქმნათ ხმაური ძალიან დიდი. ბეთლის ურთულესი საკითხი, თავისთავად ყველა ხდება. პირველი რაუნდი, აი რა ვიცი, KA-ის ჩემი კოლეგის შეფასებით რო დავიწყო, თითქმის ყველაფერში დავეთანხმე დაწყებული პირველი რაუნდიდან რაღაცეები იყო იქ ჩემთვის ძალიან დიდი ეფექტი აქვს როგორ დისლაიქებს არ ვთვლით არა ანუ ბიტზე რას ილაპარაკებზე ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა როგორ შემოდიხარ უცებ ბიტზე და როგორ მუსიკას მასმეინებ ამას აქვს ჩემთვის და ძალიან ბევრისთვის დიდი მნიშვნელობა რაც შენ პირველ რაუნდში ისე ქენი რომ შანსი აღარ ქონდა ბანის რო ეს გაეკეთებინა რა
ესე ვიფიქრე და ესეც მოხდა. ამიტომ ჩემი აზრით პირველი რაუნდი წაიღო მოსკამ. ანუ მეორე რაუნდში ბანი დალაგდა, ესე დავინახე რა, აი ნეოროხე და წვანეთ, ხო იცი ციფრებს, აი ესე დავინახე რომ ბანი დალაგდა ბიცე, საოცრებები აკეთა, ულევი ფანჩები ილაპარაკა, ბიცე ძალიან კარგად იჯდა, სადაც ვერ ქენი რაღაცეები იქ შენ, რაც უნდა გექნა ჩემი აზრით რა. და ძალიან სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი არის ტექნიკური მხარე. უბრალოდ ტექნიკური თემა იყო აქ. მეორე რაუნდი წაიღო ბანიმ რა. მესამე რაუნდი იყო საოცრება. მე არ მეგონა რომ ესეთ ფორმაში მყოფ MC-ს, როგორც მესამე რაუნდში გაეძრო მოსკა, არ მეგონა რომ ვინმე აჯობებდა, რომ არ მოგატყუო. არ მეგონა რომ მე ხო ვთქვი, რომ ბანის სერიოზული პრობლემები აქვს ამ ვერსის მერე. ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს მე. და და ბანიმ წამოიღო. გაეძრო ადამიანი, ვინც აჯობა იტოქში. მოკლედ, მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ ეს იცოდეთ რა. გიო არის ჩემი აზრით და თქვენც თუ დამიდასტურებთ ამას თუ დაყვირილით, გიო არის ყველაზე გამოცდილი ჟიურის წევრი, ხო? ძალიან რთულია ხოლმე და ძმას არ უნდა საერთოდ აქ დგომა და გამოგვიცხადა რომ საერთოდ არ უნდა რომ იყოს ჟიურის წევრი აი ამ ემოციების გამო რომელიც არის გამოწვეული მიკერძოებით მესმის რომ ბანის ყავს თავისი გულშემატკივარი მოსკავს ყავს თავისი გულშემატკივარი მაგრამ ძალიან გთხოვთ პატივი ეცით იმ არტისტების აზრს რომელსაც ისმენთ აქ იმიტომ რომ თქვენ ახლა ხართ მსმენელის პოზიციაში როცა აღარ იქნებით მსმენელის სესიაში მისთვის რომელიც ამ ყველაფერს თელი გულით და სულით აკეთებს გიო რუსიასთვის შევქმნათ ხმაური გამარჯობათ მეგობრებო პირველ რიგში ბოდიში პაუზებისთვის, ბაგებისთვის, ზოგჯერ ჩხუბობთ, ზოგჯერ ვეხუთებით ერთმანეთს, უბრალოდ ემოციებმა იცს. ეხლა გადავიდეთ თქვენ ორზე. ცოტა გაიღიმეთ რავი რა. ტრაგედია ხო არ ხდება პირიქით. ძმახარ. ერთი წამით. მე კას შენ და გეთანხმები პირველი რაუნდის თემაში შესვლაზე, თუმცა რომ ეს უფრო ძიმე იყო, ვიდრე შენ უფრო ანუ კარგად აკეთებდი, მაგრამ უფრო აგდებ შენებურად ხო ხდები. ეს უფრო სერიოზულად იყო. ფლოუებში ორივე ძალიან კარგები იყავით. მოსკამ თავიდანვე წაიღო. პირველი რაუნდი ხო, მოსკა უეჭველი. მე ბანის ვერსი მომეწონა სხვადასხვა, მაგრამ მოსკასიც ძალიან კარგი იყო. ორივე კარგები იყავით. კაი ფანჩები ფლოუები ძალიან მაგარი გქონდა შენ დალაგებული გქონდა სწორედ ლამაზად ერთადერთი ხო აი იმ ბაგის იცი ხო შენც მივხვდი ბრო yes მაგ ბაგის გამო აი ეგ შენი იდეალურობა დაარღვიე ჩემი ხმა ბანისია ხო და ძალიან მაგრად ანუ ერთმანეთს რაღაცეებში ეფლექსავეთ ძალიან კარგად ძალიან მომეწონა ფასტის მომენტზე რომ გადახვედი არ ველოდი შენგან შენ იცი დიქციაზე რო სულ გიჭამდი ტვინს და ეგ მომენტიც მომეწონა რა დუხითაც გააკეთე ეგ დელივერი რა ვაიბიც მოგქონდა ბანისაც მოგქონდა არანაკლები ვაიბი უფრო ხშირად გიო რამდენს ლაპარაკმერთო და მალე მინდა და დავამთავრო ხდებოდა ფლოუები შენთან და ძალიან მომწონს როცა არტისტი შიგნით ლაინებში რითმავს. აი ეგ მეც მევასება ძალიან. ყველაზე ჰაი ლეველი თუ უსმენთ Eminem's თუნდაც Tech9-ს და ეგეთ არტისტებს დაამოღამებთ რამდენად ძნელია და რამდენად ლამაზია შიგნით რომ მიდის ეს რითმაობა. ორივეს ძალიან დიდი მადლობა. რითმებს შორის რითმებზე იძახის თვითონ. ძალიან მადლობა ამბეთისთვის, ჩემი ხმა ბანის მესამე რაუნდში. ეგ არის. 100%-ით მეც ეგრე ვიფიქრე. მე ჩემთვის მესამე რაუნდით მოიგო. მესამე ვერსით მოიგო.